მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერ საათზე მე ანუკა კინქვაძე. BBC-ის საგამოძიებო ფილმის რესპონდენტთა დიდი ნაწილი უკვე გამოკითხულია, მათ შორის ჩატარებული კვლევის თანაავტორები. ვერც ერთი მათგანი ვერ ადასტურებს, რომ გასული წლის დემონსტრაციებზე აქციების დასაშლელად გამოყენებული იყო ქიმიური ნაერთი კამდი. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხულები ამბობენ, რომ შესაბამისი დასკვნა თავად ბრიტანული მაუწყებლის ჟურნალისტებმა გამოიტანეს. უმძიმეს, თუმცა დაუდასტურებელ ბრალდებებს უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებენ მმართველ გუნდში. შექმნილ ვითარებაში ერთადერთ სწორ ნაბიჯად მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას მიიჩნევს ოპოზიცია. როგორც კი ამ აქტორებმა იგრძნეს პასუხისმგებლობა იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება არის დაწყებული, რატომღაც ყველამ უკან დაიხია და რასაც თავდაპირველად აცხადებდნენ, ახლა აბსოლუტურად საწინააღმდეგოს საუბრობენ. გულდასაწყვეტია, რომ ესეთი რეპუტაციის მქონე ტელევიზია ამას კადრულობს, ესეთი იაფასიანი ქმედებები არავის მხრიდან აღარ არის გასაკვირი. თავად BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებაც შემდეგ ამ გამოძიების გასაჯაროების შემდეგ ოცნების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მინიმუმ ადასტურებს იმას, რომ საქმე გვაქვს რეალურ დანაშაულთან. ეს ერთი. შეიძლება გასაგებია, რომ ეს არ იყოს კონკრეტული ნივთიერება, რაზეც არის სიუჟეტში საუბარი. ამიტომ ყველაზე სწორი პოზიცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საერთაშორისო მაღალი დონის მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება. BBC-სეული გამოძიების ავტორებმა დღეს უკვე გამოძიებასთან საუბრისას ფაქტობრივად უარყვეს, რომ ისინი რაიმე სახის ამ მომწამლავ ნივთიერებაზე ლაპარაკობდნენ და საერთოდ რაიმე ქიმიური არაღზე, რომელსაც შეიძლებოდა ადამიანებისათვის გამოუსწორებელი ან თუ გინდათ რაიმე სახის ზიანი მიეყენებინა. მათი მიზანი ხო ვიცით რა არის? სანქციები, ხელისუფლების შეცვლა, მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა და ასე ვთქვათ, საქართველოს გამოყენება ამ დიდ ომში მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ორი თვე პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი იერიშიდან თარიღთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბრიუსელი ამ დრომდე არ გმობს ძალადობას, რაც ტერორიზმის წაქეზებას იწვევს. დღეს 4 დეკემბერია, ორი თვეა ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე. ძალადობის არ დაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არ დაგმობა აქეზებს ტერორიზმს. ეს მიზეზშედეგობრივი კავშირი საქართველოში უკვე ვნახეთ. ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა. მანამდე შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, ამჯერად ის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ესტონეთი უკრაინაში ჯარებს გაგზავნის თუ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, ისე რომ თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა და ახლა საკუთარი ჯარისთვის, რომელიც ამავე დროს არის ნატოს ჯარი, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. ავღანეთის ნატოს მისიაში ესტონეთის ყველაზე დიდი კონტინგენტი 150 შეადგენდა ჩვენი 1560 ჯარისკაცს, წერს პაპუაშვილი. რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით წნეხი წარმოუდგენელია, ამბობს ბელგიის პრემიერ-მინისტრი და აცხადებს, რომ ყველა რისკის გააზრების გარეშე ის ამ ინიციატივას დაბლოკავს. ბარტ დე ვევერი განმარტავს, რომ სხვა ქვეყნის აქტივების, მისი სუვერენული ფონდების მოპარვა მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ გაკეთებულა. ასეთ შემთხვევაში ბელგიის პრემიერი მოვლენების შესაძლო განვითარებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გასათვლელია რუსეთის ყველა ქმედება, რაც ამ ნაბიჯს შესაძლოა მოყვეს. რეალურად ვისჯერა, რომ რუსეთი უკრაინაში წააგებს. ეს ზღაპარი და სრული ილუზია. არც არსებობს სურვილი, რომ წააგოს და იმ ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, არასტაბილურობა დამყარდეს. ვისჯერა, რომ რუსული აქტივების კონფისკაციას პუტინი მშვიდად მიიღებს. მოსკოვმა შეგვატყობინა, რომ აქტივების ჩამრთვევის შემთხვევაში ბელგია და მე პირადად ამის შედეგებს სამუდამოდ ვიგრძნობთ. რუსეთმა შესაძლოა დასავლეთის ზოგიერთი აქტივიც დააყადაღოს. მათ შეიძლება რუსეთში მოქმედი ყველა ბელგიური ქარხანა წაიღონ. თუ ბელარუსი და ჩინეთიც დააყადაღებენ დასავლეთის აქტივებს, ყველაფერ ამაზე ვიფიქრეთ? არა, არ გვიფიქრია. ჩემს ევროპელ კოლეგებს ვკითხე, მზად იყვნენ თუ არა ბელგიისთვის მოსალოდნელი რისკების გაზიარებისთვის. მხოლოდ გერმანიამ თქვა, რომ მზად იყო. პასუხისმგებლობის გაზიარების არარსებობის პირობებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს საქმე დაბლოკო. ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მეგობარი აქტის დამატების დაბლოკვა მოსალოდნელი იყო თვლიან ქართულ ოცნებაში.
მართლგუნდში ამბობენ, რომ ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაციის ინტერესებში საქართველოს დაზიანება არ შედის, რასაც ვერ ვიტყვით ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე. გამოცემა The Hill წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მეგობარი აქტის დამატება წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკლ ჯონსონის ინიციატივა იყო. ბოლო 3 თვის განმავლობაში სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნიმ აღნიშნული თხოვნა მეორედ დაბლოკა. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი სწორედ იმ პერიოდისაა, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებს განაგებდა წინა ადმინისტრაცია და შემოტევა საქართველოზე მაშინაც ძალიან ინტენსიური იყო. ამოცანა იგივეა, აი ამ ვითარებაში დაპირისპირებაში საქართველოს გამოყენება საზრბაზნე ხორცად. რასაკვირველია, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს და ეს ხელისუფლება მარიონეტული ხელისუფლებით უნდა შეიცვალოს. ამას ემსახურება ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი. ეს აქტი არის დამაზიანებელი ასევე ავტორიტეტისათვის, სენატის თუ კონგრესის ავტორიტეტისათვის. 10 საათი გაგრძელდა ბრიუგეს პოლიციის განყოფილებაში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპის კოლეჯის მოქმედი რექტორის დაკითხვა. ფედერიკა მოგერინი და სტეფანო სანინოს წინააღმდეგ საქმე კორუფციისა და თაღლითობის ბრალდებითაა აღძრული. გამძიებლები ევროპის პროკურატურის სახელით მოქმედებენ, წერს ლა რესპუბლიკა. კორუფციული სკანდალის გამო დაკავებისა და დაკითხვის შემდეგ ნაადრევად გადის პენსიაზე სანინო ევროკომისიაში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი. პოლიტიკო კი წერს, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის მოქმედი უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი კოლეგებს დაპირდა, რომ მისი ხელმძღვანელობით კეთილსინდისიერება და ანგარის ვალდებულება სისტემაში გაუმჯობესდება. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ვენაში იკრიბებიან. ავსტრიის დედაქალაქში მალე უთოს მინისტერიალი ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებაზე დღესვე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭოროშვილი რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გარდა გეგმავს ისაუბროს იმ უსამართლო მიდგომებზე, რომლებსაც საქართველოს ევროსტრუქტურებიდან ბოლო წლებში აწყდება. სასკოლო რეფორმასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა განათლების მინისტრმა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში. გივი მიქანაძის თქმით, ვისაც მე-12 კლასის დამთავრების სურვილი აქვს, დარეგისტრირება ყოველი წლის მარტში შესაბამისი ბადის გამოცხადებისთანავე შეეძლება. ასევე მინისტრი ამბობს, რომ 11 წლიანი სწავლება თითოეულ მოზარდს სრულფასოვან განათლებას მისცემს. ჩვენ გვაქვს ხედვა, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე და არგუმენტებზე, რომ 11 წლიანი სწავლება მისცემს თითოეულ ჩვენს მოზარდს, მოსწავლეს სრულფასოვან ზოგად განათლებას. ამიტომ არ გვინდა რომ ზედმეტი პერიოდი დავაყოვნოთ ისინი სკოლაში და შესაბამისად იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ მე-12 წელიც ისწავლოს, ამ შემთხვევაში ჩვენ გავაკეთებთ შემდეგ სისტემას. ყოველი წლის მარტში გამოვაცხადებთ ღია სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლე დარეგისტრირდება და ის დააფიქსირებს თავის საცხოვრებელ მისამართს, ყველა ის კომპონენტი იქნება, რომელ სკოლაში სწავლობს, რომელ სამთავრებს, ის აიღებს 11 კლასის ატესტატს, თუმცა იმ რეგისტრაციის გავლის საფუძველზე ჩაირიცხება მე-12 კლასში და კიდევ ერთ ატესტატს აიღებს. და კიდევ ერთ ატესტატს, კი ბატონო, კიდევ ერთ ატესტატს. 11 კლას დამთავრებული ატესტატი და 12 კლას დამთავრებული ატესტატი. ერთ ადამიანს შესაძლოა კონდეს ისიც და ისიც. თუმცა იმას ექნება საქართველოს რეალობაში სამართლებრივი კუთხით ერთი და იგივე იურიდიული ძალა. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ისეთი განათლების მიცემა, რომ სკოლის გარეთ დამატებითი სასწავლო პროცესში მონაწილეობა არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდები დაძლიოს აბიტურიენტმა. ფაქტიურად დამამთავრებელი კლასები დაცლილია მოსწავლეებისგან. ჩვენ შევთავაზებთ რას, რომ მხოლოდ იმ საგნებზე გავაკეთოთ კონცენტრირება, რომელიც უნდა ჩააბაროს ეროვნული გამოცდების კონტექსტში და ამას ემატება ის გარემოება, რომ ჩვენ ამ პროგრამაში შემოვიტანთ ეროვნული გამოცდების წინაწლების ნიმუშებს იმისთვის, რომ აღქმადობა, განცდა, ბმა უფრო მეტი იყოს, რომ ბავშვი, როდესაც მივა აბიტურიენტი გამოცდაზე, მისთვის ის პროცესი უჩვეულო არ იყოს და მაქსიმალურად მომზადებული იყოს. განათლების მინისტრმა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა საუნივერსიტეტო რეფორმასთან დაკავშირებითაც. გივი მიქანაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას გულისხმობს 3+1+1 მოდელი. მინისტრმა დაასახელა ის ორი ძირითადი ქალაქიც, რომლებიც საუნივერსიტეტო ჰაბად გამოცხადდება. მიქანაძის განმარტებით უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გადანაწილება მოხდება. 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა
არის აბსოლუტურად ესე ვთქვათ მიღებული სტანდარტი უკვე ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში უმაღლეს სასწავლებლებში. აქ არის რა თქმა უნდა გამონაკლისები. ეს ძირითადად ეხება საინჟინრო მიმართულებას, სამედიცინო მიმართულებებს, რომელსაც უფრო ხანგრძლივი სასწავლო პროცესი აქვს და ჩვენ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გათვალისწინებული გვაქვს. რაც შეეხება 1+1 პროგრამას, თავდაპირველად ჩვენ ვამბობთ, რომ 1 წელი აგვეღო მაგისტრატურისთვის, მაგრამ სწორედ აი ამ პროცესებმა გვაჩვენა, რომ მესამე საფეხურზე, ანუ დოქტორანტურაში ჩასაბარებლად არის სტანდარტი სავალდებულო, რომ მინიმუმ 120 კრედიტი უნდა იყოს დაგროვილი. სემესტრი არის 30 კრედიტიანი, ანუ 120 კრედიტი ეს ნიშნავს, რომ 2 წლიანი, ანუ 4 სემესტრიანი სწავლება. შესაბამისად, გავყავით ეს კომპონენტი, შემოდის სისტემა 3+1 და ეს +1 არის სტანდარტული მაგისტრატურა, მათთვის ვისაც უნდა რომ მხოლოდ მაგისტრატურა დაამთავროს, ხოლო მათ ვისაც აქვს სურვილი რომ მაგისტრატურის შემდეგ მესამე საფეხურზე დოქტორანტურაში გააგრძელოს სასწავლო პროცესი, კიდევ 1 წელი უნდა იყოს. ხდება 2 ჰაბი, თბილისი და ქუთაისი. რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისსა და ქუთაისში ორივეგან იქნება ყველა ფაკულტეტი. გადანაწილება იქნება სხვადასხვა უნივერსიტეტებში. იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო და შესაბამისად დიდი ალბათობით, ხა წინასწარ მაინც არ მინდა რომ ვისაუბრო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გასავლელია. დიდი ალბათობით ეს იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ შემდეგი სასწავლო წლისთვის ეროვნული გამოცდების კონტექსტში 3 დანარჩენი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს არის ილიაუნი, სოხუმი და ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს იურიდიული ფაკულტეტები ასევე, მიღებას ვეღარ გამოაცხადებენ. თუმცა ეს ფაკულტეტები არ გაუქმდება, ისინი გააგრძელებენ თავის საქმიანობას, მანამ სანამ ის სტუდენტები, რომელიც მეორე, მესამე, სანამ ხო. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ამ სტუდენტებს შევთავაზებთ კონკურსგარეშე მობილობის შესაძლებლობას. წინასწარი პატიმრობა შეეფარდა დაუსწრებლად პირს, რომელსაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურა დაუფლებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნებიდან ავტომანქანების ჩამოყვანას დააპირდა, თუმცა თანხა მთლიანად მიითვისა. დაზარალებულია 70 ადამიანი, მოტყუებით მიღებულმა თანხამ კი თითქმის 5 მილიონი ლარი შეადგინა. მისი დიდი ნაწილის დამალვა ბრალდებულმა კრიპტოვალუტის რამდენიმე ათეულ არარეგისტრირებულ ანგარიშზე სცადა. მასზე ძებნაა გამოცხადებული. პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთპირს ბრალდება წარუდგინა. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად უკანონოდ მოპოვებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის და მათი უკანონო წარმოშობის დაფორმის მიზნით ბრალდებულმა თანხის ნაწილი საკუთარ კრიპტოვალუტის ანგარიშზე განათავსა, საიდანაც თანხები გადარიცხა და დაანაწევრა კრიპტოვალუტის რამდენიმე ათეულ არარეგისტრირებულ ანგარიშზე. ხეთყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ქვემო ქართლში სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი დმანისის ტყეში ადგილობრივი მცხოვრებლის მიერ უკანონოდ მოჭრილ 5 კუბურ მეტრამდე რცხილას მიაგნეს. მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებას. ეროვნული სატყეო სააგენტო მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. ხეთყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების პრევენციისათვის ეროვნულმა სატყეო სააგენტომ განაახლა ტექნიკური აღჭურვილობა რეგიონული სატყეო სამსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის მონიტორინგი სახელმწიფო ტყეში განთავსებულ ფოტოხაფანგებთან ერთად დრონებისა და სამხრე კამერების საშუალებით ხორციელდება, რაც ტყეზე კონტროლის გაძლიერებას უწყობს ხელს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა ლაგოდეხში. წელს პირველად მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ოჯახები შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 300 ლარს მიიღებენ. ლაგოდეხის მერმა ღონისძიებაზე ახალი სოციალური პროგრამა წარადგინა და მიწვეულ სტუმრებს საჩუქრები გადასცა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს უერთდება ღონისძიებით. ჩვენ მასპინძლობთ შშმ პირებს. დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი და გვახსენებს იმას, რომ თანაბარი შესაძლებლობები ძლიერი, განვითარებული და ჰუმანური საზოგადოების საფუძველია. ლაგოდეხი განაგრძობს ინკლუზიური ინფრასტრუქტურის შექმნას, განვაგრძობთ ხარდამჭერი პროგრამების გაფართოებას და ჩვენი მუნიციპალიტეტი იქნება ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურით.
ენერგომომარაგება მალე გაუმჯობესდება მთიულეთში. დუშეთის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა მაღალი ძაბვის 10 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია. გაკეთა ახალი ელექტროგადამცემი ხაზებიც. დამონტაჟდა ახალი ტრანსფორმატორები, ხოლო დუშეთის ქსელის რეაბილიტაციისთვის სამისთვის ენერგოპრო ჯორჯემ 1,5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია განახორციელა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაახლოებით 20 კილომეტრის 20 კილომეტრ საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზს, შეიცვალა ძველი დაზიანებული ხის საყრდენები ახალი რკინაბეტონის საყრდენებით, ასევე მოხდა საკაბელო ჩანართები და ქსელში დამონტაჟდა ახალი ტრანსფორმატორები. მოსახლეობას გაუმჯობესდება ძაბვის ხარისხი და მიეწოდება სტაბილური ელექტროენერგია. მარტვილის მუნიციპალიტეტში ციფრული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია 15 სოფლის მოსახლეობას უფასოდ გადაამზადებს. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია კომკომის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მიაწოდეს. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლებათ 14 წელს ზემოთ პირებს და ისინი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებას შეისწავლიან. კომუნიკაციების კომისია იწყებს ციფრული მხარდაჭერის პროგრამას მარტვილის მუნიციპალიტეტში. დღეიდან ხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, რათა მათ მივაწოდოთ ინფორმაცია ტრეინინგების შესახებ, რომელიც მათთვის ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების თემებზე ჩატარდება. ტრეინინგებზე დასწრება უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს 14 წლის ზემოთ. სამართალდამცველებმა 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ხელბარგი შემოწმებისას ბავშვის ხელოვნური საკვების თუნუქის ქილებში მალულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელის. დღის ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.g შეგიძლიათ. კურიერი 10 საათზე ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით.